cervello poverello già stordito sbalordito non ragiona si confonde si riduce di il cervello poverello già stordito sbalordito non ragiona si confonde si riduce di შუად გაგაატოს თავის ტელემაყურებელს და ეს საოცარი სანახაობი დავიწყეთ ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილიც. თოჯინების ოპერით. აბა, იდეა არის ზღაპრული, იდეის ავტორი აქვე გური ზაქარიაშვილი. დიახ და მსახიობი მალხაზ გაბუნია. დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. მსახიობებს უღმესი მადლობა, ესენი ახლა არ ჩანდნენ. მაგრამ ძალიან შთაბეჭდავი იყო ეს ყველაფერი. ძალიან საინტერესო ნაზავია, ესე ვთქვათ, თოჯინების თეატრი არ არის მხოლოდ, არც მხოლოდ ოპერა, ეს ერთად ყველაფერი და კიდევ უფრო მეტი. როგორ გაჩნდა ეს იდეა? იდეა გასდა პრობლემიდან გამომდინარე, რომ ჩვენი შვილები უსმენენ ცუდ მუსიკას და სამწუხაროდ ხშირად არის ეს და ჩემ ოჯახში ხდებოდა ეს, ჩემი გოგო ბიჭის და ამის შემდეგ ნოდა რანდღულაძესთან გაჩნდა ეს. ანუ ჩვენ მაესტროსთან სუწუხილი იყო მასთან, რომ აი ესეთი მდგომარეობა გვაქვს და ბავშვები რას უსმენენ და მაშინ როგორც რენესანსმა წარმოშვა ოპერა საერთოდ მუსიკის მხატვრობის რეჟიმი თეატრის ნაზავი, ასევე ჩვენ ამას დაუმატეთ ერთი თოჯინა და გახდა, მე მგონი ძალიან კარგია. მე ძალიან ბედნიერი ვარ, ამ სიტყვის არ მეშინია, იმიტომ რომ მაგრამ ბედნიერება იქნება ბოლოსში, როცა შედეგი გვექნება. ხო, აი ეს უნდა მეკითხა, რამდენად თქვა მისწეული არის ეს შემეცნებითი შედეგი. ძალიან ამ თეატრს თვითონ გაუმართლა, რომ ძალიან კარგ დასთან დადო კონტრაქტი, ეს არის თითების თეატრი და ძალიან საინტერესო დასია ბესოკუპრეიშვილი ბრწყინვალე რეჟისორი სამწუხაროდ შეუძლოთ არის და რესმა ყოფილი მოახერხა ვესამდე გულდასულით იმიტომ რომ ძალიან გამოჯანმრთელებას გისურვებთ აუცილებლად ძალიან 2-3 თვე ვიმუშავეთ ერთად და ძალიან საინტერესო იყო და ძალიან კარგი მსახიობი ყავს ამას კიდე თითების თეატრთან ერთად მალხაზ გაბუნია ხრინკი რომელსაც ყველა იცნობს ბავშვები და ძალიან რო გამოვიდა ტაში იყო ხრინკის დანახვაზე ყოველთვის ასია და ძალიან მოშოთა შედეგი ვიცი რომ იქნება კარგი ის რომ მე კარგად უსმენენ ერთია მაგრამ ჩვენ ერთმა მეგობარმა მე და ბესოს მეგობარმა და მახას მეგობარმა არ არის ძალიან კაი საინკაი იცნობდით ალბათ გოგა ხეჩინაშვილი აღარ არის აქ მეთოჯინა იყო გადასარევი რო გაიგო რა მიდიაზე მუშაობდი 10 წლის წინ დავიწყე ამ ფიქრი გოგა მითხრა რომ შენ წარმოგიდგენიაო რა თინეიჯერები გვეყოლებაო აი ეს არის მთავარი თუ შედეგიც იქნება უკვე აი თინეიჯერობაში. და ჩვენ თუ თინეიჯერობაში აი ამ ბავშვებს რომელიც ვთქვათ დღეს უსმენენ, გვექნება შედეგი, მე ჩათვლი ბედნიერი კაცი ვარ, რომ მივახციეთ ამას. მაგრამ თქვენ წენთ სულ აპლოდისმენტების ფონზე მიდის ეს კონკრეტული რაც ჩვენ ნახეთ. სულ აპლოდისმენტები აქვს. ესე იგი შედეგი აქვს უკვე. შედეგი აქვს, მაგრამ თავარი შედეგი რა არის, იცით ბოდიშვიხტი გაწყვეტინებ, თავარი შედეგი ის არის, რომ აი მე რას მოусმენენ და მობილურებზე რო ჩაწერენ მოცარტს, როსინის და დღეს რადიოში აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ სმენითი კულტურა განუვითაროთ მათ და კარგი ადამიანები გაიზარდონ თქვენ თუ განაგზობთ ასე მე დაწუნებული რომ შედეგი დადგება საკმაოდ მალე აი ახალსაც ვკითხოთ თვითონ აი პროცესი როგორია ახლა თქვა დაგახასიათად ძალიან ისე მოკლედ მირეკავს ერთშვენიერ დღეს საქართველოს მთავარი თითი ბატონი ბესო კუბრეიშვილი ну თითების თეატრის დამფუძნებელი და მარსებელი და უჭირესი რეჟისორი. დრო თუ გაქვს და რამდენად სურვილი რომ ჩვენთან მეთქი ბესა მე ბოტოტა თითები მაქვს არ შემიძლია მოქნილი თითი უნდა რა. არაო ბიჭო რა თითები არაო ოპერაო ოპერა ხომა ისა ვარ ანდღულაძე ანჯაფარიძე და მე შევხვდით რამე გური ბესო და უკვე ისეთი იდეა იყო თვითონ იდეა არის თავიდან ვერ წარმოვიდგინეთ რა გამოვიდება ხო მეთქი ახლა ბარე ბალეტსაც ვიცეკვე და რაღაც და მე აი ხა როგორ სასიამოვნო რა იყო იცი დასი ბაშენი რა ადამიანები ბიჭები გოგოები თითებს ასუშვებიან გაგაგიჟდები გიყავდა ჩვენ ეთერში გადასარევი დასი ყოველგვარ კომპლიმენტს გარშემო ძალიან მაგარი და ძალიან სიამოვნებს რომ მე ამათთან ერთად ვარ
რაღაც კონკრეტულ სპექტაკლში და იმედია კიდე რაღაც რეპერტუარი აქვს ჩვენი ყველაფერი მოგწონს და არ დადიხარ სპექტაკლებზე უთხრეს შენიშვნა მიღებულია პირველი ყოფილიყო სიყვარულის ნექტარი მაგრამ რატომღაც შარშან არ გამოვიდა და ბესორო არა პოპრეიშვილი ეს თეატრი ვერ დაიწყებდა თავის იმას მოქმედებას და პირველი სიყვარულის ნექტარი არ გამოგვიდა მაგრამ სევილიელი დალაკი გავაკეთეთ და მე მქონდა ძალიან რთული ამოცანა რა როგორმე 2 საათი და 10 წუთი დამეყვანა 42 წუთზე 40 წუთზე ფსიქოლოგებმა გვირჩიეს ასე იმიტომ რომ ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ და ბესომ გაართვა თავის დასთან ერთად წინვალეთ ნამდვილად რა რო უცხარი რა ეს 40 წუთი უნდა იყოს კიო პრობლემა არ არის და კი ვიწვალა ვიმუშავეთ მაგრამ მიიყვანა რომ ძალიან მიხარია რომ ბავშვები კი არა დიდებიც კი usmenen და თუ არ გჯერათ მოგზანდნენ აი მინდოდა გვეკითხა სად გვექნება იმის საშუალება და ჩვენს მაყურებელს სად ვნახოთ როდის რომელ საათზე იმიტომ რომ არაერთი მშობელი სახელმწიფო ეძებს ადგილს სადაც ბავშვი გაართვა შაბათს არის რა საათზე გავიგე უკვე ხო ეს როგორ არის ის ახლა ხვალ არის ჯერ არის ასეთი ღია სპექტაკლი ბამბის რიგში 3 საათზე იქნება მერიასთან ერთად ღიაცის ქვეშ სხვადასხვის ეს იქნება 3 საათზე ხო ოპერა და 6-ზე იქნება თითებით უკვე ექსტრავაგანსა კიდე ანუ მან დაწყება არის თავისუფალი ხო როგორც ღიაცის ქვეშ არის თავისუფალი დაწყება ზეგ უკვე მარჯანიშვილის თეატრი გვეპატიჟება აღებს კარებს და იქნება ასევე ღია სპექტაკლი და 2 საათზე და კარები გაიღება და ყველასთვის იქნება ძალიან საინტერესო აქცია საკეთებს მარჯანიშვილის თეატრი ძალიან საინტერესოა და უკვე 3 იანვრიდან 15-მდეა დაგეგმილი ეს იქნება დღის პირველ საათზე იქნება უკვე სხვენში სპექტაკლები უკვე რა თქმა უნდა სხვა არის რა თქმა უნდა დახურულ სივრცეში გირჩევთ რომ ნახოთ იქ სხვა არის სხვა ურა მაინც განათება რაღაცა ეფექტი ხო ნამდვილად სხვა ეფექტია რა და რაღაც საბეჭდილებას ახდენს იმიტომ რომ რა არის იცით მე მინდა ვაჩვენო თქვა ბავშვებს და ჩვენ გვინდა ყველა ვაჩვენოთ ბავშვებს რომ რა კარგია ოპერის მოსმენა და ის მათთვის გაკეთებულია და თოჯინები რა კარგად ღერიან აი ამის თქმა მინდა რა ძალიან მიზიდველი არის რა კარგად ღერიან თოჯინები მოვიდნენ გასაგები სწორი გადაწყვეტილია რა ლამაზად აკეთებენ და რა კარგი ხმები აქვს თოჯინებს აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მარია კალას დიდებული ხო და საკვირველია მაგრამ ესეა რომ მე მინდა რომ მოვიდნენ და ნახონ და რა საკის ბავშვი 4 წლის ქვევით არ ურჩევ ბავშვები რომ მოიყვანო მშობლებს 4 წლისებით და მე თავისუფალია იმედია თოჯინებს რომლებიც კარგად ღერიან მე წარუდგენთ ხოლმე მაყურებელს რა თქმა უნდა არა გადასარევია რა არის ისეთ მთელი ამ მუშაობის იმაში დროს საინტერესო იყო რომ თვითონ ეს მსახიობებიც კი განეწყენს ხანაირად კარგი დასი როა ბესოს როყავს ეს ნობილია და კარგები არიან და ნიჭერი მაგაზე არა ლაპარაკი მაგრამ თვითონ ხმის შერწყმა ისე კარგად მოხდა და ეს თქვა ხელის მოძრაობა თქვენ უკვე არაბავშვებისთვის ვიძახით თქვა როგორ დაფიქსირდა ხო ყველას აყოლებენ გადასარევად და რაც თავია კიდე შიგნით რო შეგახედა კულისებში ხო თითოეული მსახიობი თავის თოჯინას ემგვანება ეგრევე ისე თოჯინ დიდი მადლობა ყველაფრისთვის რასაც თქვენ ძალიან თავის თუ გაქვთ რომ კიდე ერთ კი თოჯინების ავტორი ვინ არის ძალიან საინტერესო ტიპაჟები არიან ძალიან საინტერესო ძალიან კარგია გამახსენეთ კიდევ კარგი გადამარჩინეთ ახლა გადაგვარჩინა როგორ გადაგვარჩინა მე არის კარგი გადასარევი არა ნამდვილად თორე აღარ გაგიკეთებდა არა მოდი ვახოქოსა ქორიძე ბატონი ვახტანქორიც რომელმაც გააკეთა ყველაფერი რომ აი როგორ გითხრათ რა თავიდან ბესომ რო შემოთავაზა ეს ვარიანტები ცოტა შემეშინდა თორე კლასიკური ოპერა და უცბად თანამედროვე თოჯინა ხო მაგრამ მე დამარწმუნო გქონდა რომ წავიდა რეპეტიციები მივხვდი რომ მართლა გადასარევი არჩევანია და უფრო კარგი ვიდრე მე მეგონა რადგან თანამედროვე თოჯინასთან ბავშვს უფრო კაი ურთიერთობა აქვს და უფრო კარგად ესმის მისი ვთქვათ და საერთოდ თოჯინაზე კარგი ბავშვს არაფერი არ არის და როგორც პატარა ცხოველზე ხო ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის და ამ შემთხვევაში მან ნამდვილად რო კარგი გადაწყვეტილება მიიღო. შემდეგში გვექნება უფრო კლასიკური თოჯინები, სიყვარულის ნექტარზე ექნება კლასიკური მარიონეტის ტიპის თოჯინები. მე გვინდა ძალიან გავაკეთოთ დონ პასკუალე. ვთქვათ, არ გადასარევი ოპერა, მინდა რომ ასევე 40 წუთზე იქნება და სხვადასხვა ყოველ შემთხვევაში 5-6 სპექტაკლზე უკვე მუშაობს ჩვენ. ეს ამიშოვანია ფსიქოლოგების შევის გათვალისწინება და კომპიუტერთან რო გაითვალისწინო, ეგეც კარგი იქნება. რა დრო შეიძლება რომ გაატარო ბავშვი. კომპიუტერზე ეხლა ვეთყვი, 1 საათზე მეტი არ უნდა იყოს ბავშვი კომპიუტერთან რა. ეს მაქსიმუმია. შესწავლილი გაქვთ თქვენ. უკვე ვინც იტყვის ეს სერიოზულ ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს. და სხვადასხვა ძალიან კარგი რა არის. ჩვენ ამ მუსიკას ვასმენებ დაბალხმაზე, მაღალ ხმაზე არ ვასმენებ. და ჩვენ რესტორნებში რაც ხდება დღეს, სხვა თემაზე, მაგრამ ეს შაშინელება ეს ანგრევს ყველა პრობლემა გათვალისწინებული და აუცილებლად თუ მე მინდა რომ სმენის კულტურა ჩამოყალიბდეს ასეთი მუსიკალური ერი ვართ
გვაქვს ასეთი ხალხური მუსიკა, ასეთი კლასიკური მუსიკა, ცეკვები, საოცარები და ამ დროს შეგვიძლია ვიჯდეთ რესტორანში და ხმაურში იყო თქვა, ხო? ეთახმებით. მაგაზეც ერთ-ერთი პრობლემა აკუსტიკური ამბავი და მე აღიარეთ გუშინ. ამით რა მინდა, ესე ყველას მინდა თქო მადლობა უთხრა პირველ რიგში თქვენ რო დღეს თქვენთან ერთად ვარ. ყოველგვარი ჩვენთვის ძალიან კარგია რომ აქედან შემილია ძალიან ბევრი ღია საზოგადოება საქართველოს ტიბისი ბანკი სმაილი კომპანია სმაილი კულტურის სამინისტრო განათლების სამინისტრო ესენი ყველა დაგვიდგა გვერდში და დიდი მადლობა დიდი მადლობა თქვენ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს წარმატებებს ვისურვებთ ყველას მოუწოდე რომ სპექტაკლები ნახონ იმიტომ რომ დღეს ნახეთ ფრაგმენტი და დანაშთამბეში დავია მართლაც იდეა არის ძალიან კარგი გრძელდება ესე იგი შუადღეში ბავშვებისათვის საახალწლო შუადღე დღევანდელი ძალიან საინტერესოა ძალიან კარგი სპექტაკლია როგორც იდეა კარგი ისეთი კარგი სპექტაკლია ძალიან შეიძლება კი ბატონო ესეთ მადლობა თქვენ მობრძანებისთვის ჩვენთან რომ დაგემშვიდობოთ უნდა დაგემშვიდობოთ და შემდეგ სტუმრებს წარმოგიდგენთ კვარტეტი 4-თან და ნინო ჩხიკვაძე იქნებიან ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმრები ვიდრე შემოგვიერთებიან ცელქი ბავშვები მესამე ნაწილში შემობრძანდით ნინო გთხოვთ 4-თა კვარტეტი თქვენ აი აქედან თინათი მიდი მას პინძელი შენა მობრძანდით ეს აი ესეთი აი სამარძოში დაიკავეთ ადგილი გამარჯობათ შესანიშნავი ვაჟთა კვარტეტი როგორი ჯანიანი ბიჭები არიან ყველანი თან სადი პოვეთ ესეთი კარგი ბიჭები ნამდვილად ვიპოვე გამოდის იმიტომ რომ დღეს ნარჩევი ბავშვები ყავს პირველ რიგში მადლობა გითხრათ მოწვევისთვის და მინდა რომ მოგილოცოთ დღეს არის პატრიარქის აღსაყდრების დღე და სრულიად საქართველოს მიულოცო ეს თავარი ეს იყო დღევანდელი დღეს ეს ბიჭუნები არიან ჩემი მოსწავლეები დიდი ხანი აი ორი ჯიქიები ნიკა და ირაკლი დადიან ჩემთან ტყუპები არიან ხალხთა ბოლოში ტყუპები კარგად მღერია როგორ ეს იგი პროვინციაში ყავდა ტყუპები ეხლა კიდევ ტყუპები დიდი ხანი უკვე პატარები იყვნენ რომ ჩემთან მოვიდნენ და აი ეს მე ძალიან ნიჭიერები აღმოჩნდნენ ძალიან დიდი მოსიყვარულეები სიმღერის ქართული სიმღერის და აი ჩვენი შედეგი სახელმწიფო ესენი არიან მათი მეგობრები რომლებიც ასევე მოყვნენ ეს მაგნიტივით და რა საკითხია ესე იგი 12-13 წლისები არიან ესე იგი ნიკა და ირაკლი უკვე დავასახელე ჯიქიები ლევან ზარდიაშვილი ლუკა ხვინთელიანი და აი ესეთი მაგრამ ყველაზე კარგი ის არის რომ ამათ ჯგუფს ხქვია 4-თა ეს არის ძალიან ორიგინალური სახელი ჩემი აზრით აი ხო არის 7 კაცი არის აი 4-თა არა ეს იდეა არა ეს ეკუთვნის მაკაბლიაძეს რომელიც არის დღეს ჩვენ პრემიერა გვაქვს სიმღერის რომლის ლექსის ავტორი არის მაკაბლიაძე პოეტი სამწუხაროდ ჩვენთან დღეს ვერ მოვიდა და მოგილოცათ შორიდან ყველას და აი მაკას იდეა იყო ეს ესეთი სიდი ჩაწერილი აქვს ჩვენ იცით აი დღევანდელი სიმღერის პრემიერის აღსანიშნავად ჩვენ სინგლი ჩავწერეთ და სხვადასხვა გადავიღეთ კლიპიც რომელიც ახლა დამონტაჟების პროცესშია და დღეს უბრალოდ კლიპზე სერიოზულად ვუშაობთ ეს არა ძალიან დიდი იმედები აქვს და ძალიან კარგი რომ თქვენ მოხერხეთ მე რაღაც ეჭვმა გქრა სპორტთანაც არ არიან შორს სპორტი აი რაგბზე დადის რაგბი ხო უნდა მეთქვა ხო რომ რაგბის დადიან ისინიც ტყუპები და მაგრამ ლევანს რაც შეეხება ეს არის ფენომენალური ცოდნის პატრონი აი ძალიან ჭკვიდა და სულ დასწინიან რატო მეცადინეობ ამდენსო და ფიზიკა და ყველაფერი აი ესე ისრუტავს ისეთი ბიჭი აი ყველაფერში და ვინც დასცინის აბა ესე იმღეროს სამაგალითო იყოს ლევანი არა ესენი ამათ უფრო ისა აქვთ სიმღერისკენ და ხელოვნებისკენ ისა ვისწრაფება ის ყველაფერში ესეთი მე ძალიან მომწონს ბიჭი როდესაც კარგად სწავლობს ასე რომ და ძალიან კარგები არიან ჩვენ სიმღერას ახლა რაც შეეხება ეს არის ალილო ეს არის ჩემი ხო ამ ჯგუფს აქვს ერთი დიდი კომფორტი რომ პედაგოგი ანუ მე ვყავართ კომპოზიტორი და ასე რომ საძებარი სიმღერები არ აქვს ასე ვთქვათ და აი ეს სიმღერა ალილო რომელიც ჩემს მიერ შეექმნა დიდი ხნის წინ და ესეთ მაკამ ეხლა დაუწერა ესეთი კარგი ლექსი საშობაო ძალიან თემატურია
არაჩვეულებრივად მღერიან. და ჩვენთვისაც ძალიან თემატურია, სახალხო კვირეული გვაქვს ასე რომ არანჟირების ავტორი არის მიშა მდინარაძე. კარგია, ძალიან კარგი. ჩვენი მეგობარია. მიშა რამდენი ხანია ყოფილა ჩვენთან? ხო, და მიშა კარგად მუშაობს, ახლა ვიცი რაღაცები და საინტერესოები აქვს და რა ვიცი, სულ მეშინია რამე არ გამომრჩეს და რაღაც ვინმე არ გამომრჩეს. მე მგონი ყველას მადლობა უკრავთ. თავაზე მივიდეთ. რა თქმა უნდა. ბიჭებო, აბა თქვენი. აბა დავიკავოთ ჩვენს დღევანდელ იმპროვიზირებულ სცენაზე ადგილი. ახალწლო. აუ რა კვირეული გვაქვს. რამდენი კაი ბავშვი ყველას ვერტებს ჩვენ ამ შუადღეში, არა ძალიან ბევრი წარმოადგენს. ძალიან ვცდილობ. კიდე ბევრჯერ დღეს თავის საკითხი. დარწმუნებული ვარ უკან მაგაში. კი. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა, დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ სპორტშიც, რაგბით, სიმღერაშიც, ცხოვრებაშიც. და კიდე ერთი ამბავი ბავშვებისთვის. კიდე ერთი ამბავი ბავშვებისთვის. სტუდენტური ერთიანი კლუბი შეიქმნა და მათი პირველი ღონისძიება ეხება ასტრიდ ლინდგენის იუბილეს და მოდით ხოვოთ ჩვენ სტუდენტ ამ კლუბის წევრებს თეკლა ვეკუა, სალომე ხაზიური და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი ლიპლუგის კლუბის წევრები ორი გოგონა ყოფილა. მოგზანდით. მურაბიანი მათკატების დღის შესახებ უნდა ვისაუბროთ.
მოგესალმებით. თიკა, მოდი. უი, რა ლამაზი ხელდამშვენებული სტუდენტები ხართ. ეს უგემრიელესი თათასტირავს, რომელიც გვეხმარებოდა დღევანდელი ღონისძიების გავამართლებას. მოგვიყევით ამ ღონისძიების შესახებ იდეა როგორ გაგიჩნდათ და რა დაგეგმეთ, რა დაიგეგმა? სტუდენტური კლუბის იდეა გაუჩნდა ბატონ გიორგი კეკელიძეს, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, ლიბჯის ლიტერატურულ პორტალს და თავისუფალი უნივერსიტეტის მართვის სკოლის სტუდენტებს. ეს უნდა იყოს კლუბი ერთიანი სტუდენტური, რომელიც მოაწყობს ღონისძიებებს, ეს იქნება სოციალური ღონისძიებები, ბავშვებისთვის, ადამიანის უფლებებს შეეხება ჩვენი რაღაც ღონისძიებები და მოკლედ საინტერესო პროექტების მოწყობა შეგვიძლია სტუდენტებთან ერთად, რა თქმა უნდა. მაგრამ პირველი პროექტი კონკრეტულად ბავშვებს ეხებათ. ხო სწორია, რადგან ასეთი ინტენსიური წელი მოდიოდა ხან ხნის წინ იყო ასტრიდ ლინდგრენის იუბილე, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ პირველი ღონისძიება მიგვეძღვნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის და გადავწყვიტეთ მოგვეწყო მათთვის ისეთი მურაბიანი მაჭკატების დღე, რომელიც ყველას გაახსენებდა ასტრიდ ლინდგრენს და ისე კარგად ჟღერს, რომ მურაბიანი მაჭკატები. მარტო ბავშვებს არა. მურაბიანი მაჭკატებით დღეს გაგიმასპინძლდებათ აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია. ისე კარგად ვისწორ აკადემიას. კარნავალიც იგეგმება თუ არ ვწდები, ესეა? ეს ჩვენ გვეყოლებიან ბასტიუბის ბავშვებიც, რომლებიც საკუთარ ნომრებს შესთავაზებენ ჩვენ სტუმრებს და გაახალისებენ, ის იქნება საკარნავალო დადგმული ნომრები. თუმცა მოსვლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს დასწრება თავისუფალია და თქვენ შეგიძლიათ. სად არის დასწრება თავისუფალი, როდის, რომელ საათზე ყველაფერი გითხარით? 3 საათზე ეს ღონისძიება დაიწყება. ეს იქნება ეროვნული საჯარო ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში. დრო გაქვთ? დრო ნამდვილად გაქვთ. 3 საათამდე არც ისე ბევრი, ხო? ასე რომ საჩუქრებს ახვედრებ ბავშვი. საჩუქრებს ვახვედრებთ ჩვენი ერთ-ერთი მხარდამჭერი და სპონსორია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. ასტრიდ ლინდგრენის საუკეთესო საჩუქრებია. და იქ გავმასპინძლდებით უგემრიელესი თათას ტირამისუებით და რა თქმა უნდა მურაბიანი მაჭკატები. ამითი არა ოღონდ. ამითი უკვე ვეღარ. ამითი უკვე ვეღარ, რა ბავშვი. ამითი ბავშვებითო. ძალიან კარგი იდეა, ოჩახ თქვენ მიხარია რომ ყველა ზრუნავს განსაკუთრებულად ამ კვირაში ბავშვებზე. აბა. ეს ჩვენი პირველი პროექტია და გადავწყვიტეთ რომ ახლა ახალი წელი მოდიოდა დღეს 25 დეკემბერია და პირველი პროექტი ბავშვებისთვის მიგვეძღვნა და ხო, მაგრამ როგორც გაატყობთ თქვენ არაერთხელ იქნებით ჩვენი სტუმრები ისეთი მიზან დასახული ადამიანები ჩახართ. და ისე ხელდამშვენებულად მოდიხართ, ხო? ხო, აბა რა, ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი პარასკევი მე მგონი არ აცდებათ ამ გოგოებს. ხო, რა ვიცი. კულინარიის აკადემიას. მოკლედ ვიცით ბავშვები იციან სად უნდა მივიდნენ? ბავშვები იციან იქ რა დახვდებათ? მოკლედ ჩვენ ვცდილობთ რომ მთელი კვირის განმავლობაში მეტნაკლებად ბავშვებს გავაცნოთ რა ხდება ქალაქში, რომ სასიამოვნოდ გაატარონ ეს კვირა, მით უმეტეს ადადაგები დაიწყო და მოკლედ ყველანი მუშაობთ ბავშვებისთვის ამ კვირაში. ვისურვებთ, გილოცავთ ყველას ამდე გახალწეს. ძალიან ბევრი სურპრიზი ელოდებათ ამ ციგნების და მაჭკატების გარდა კიდევ ბავშვებს და ყველას. მესამე ბლოკით ბავშვებს ეცნობათ, ძიმა რა სიტყვი. მესამე ბლოკში ესე იგი ცელქი ბავშვები დაიშვებიან თქვენთან? ცელქი ბავშვებს დაიშვებიან. ყველანაირი ბავშვები. მაშინ ჩვენი გადაცემის მესამე ნაწილში ვინც ყოსტულად იმათ ყველას გამოგიგზავნით. ცელქი ბავშვები ჩვენთან მესამე ნაწილში სახალხო ეკრანებზე გამოდის ახალი ქართული მხატვრული ფილმი ცელქი ბავშვები და ეს ცელქი ბავშვები თავიანთ რეჟისორთან ერთად იქნებიან ჩვენი გადაცემის მესამე ნაწილის სტუმრები. ამდენი ვარსკვლავები ჩვენი მეგობრები ეხა არ ჩამოვთვით, რო არ დავაკარგოთ. გავედით სახალხო ატრაკციაზე და დაბრუნდებით სულ მალე.